ვისკის ფესტივალიდან მოგესალმებით, რომელსაც ექსპო ჯორჯია უკვე მეორე წელია მასპინძლობს. თუმცა წელს გასული წლისგან განსხვავებით ღონისძიება უფრო გაფართოვდა და მრავალფეროვანი გახდა, როგორც წარმოდგენილი ბრენდების, ისე იმ პროგრამების თვალსაზრისით, რომელიც ღონისძიების მსვლელობისას უნდა ჩატარდეს. მოკლედ, მოსაყოლი ბევრი გვაქვს და წინ ძალიან საინტერესო დღე გველოდება. ვისკი, ჯინი, რომი, ბრენდი და სხვა. თბილისში ვისკის ფესტივალი კვლავ დაბრუნდა და მწარმოებლები, იმპორტიორები, ექსპერტები და უბრალოდ ვისკის მოყვარულები ერთ სივრცეში გააერთიანა. თავიდან მხოლოდ ვისკი იყო. ერთი პავილიონი, ბევრი ხალხი და მოულოდნელად აღმოჩენილი გემოები. ახლა კი 3 პავილიონია. ჯამში 4000-მდე სტუმარი და ვისკთან ერთად ჯინი, რომი, ბრენდი და სხვა ისეთი მაღალალკოჰოლური სასმელები, რომელიც არა მხოლოდ სასმელს, არამედ ხარისხს და ისტორიას გვიყვება. ფესტივალმა უკვე მეორე წელია გააერთიანა ისინი, ვისაც სასმელში ხელოვნება ესახება, ვისკში კულტურა და დეგუსტაციაში თავგადასავალი. ღონისძიება რეგიონში პირველ მასშტაბურ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სრულად ვისკის კულტურას და გემოვნებით გამოცდილებას ეძღვნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილ თითოეულ სტენდს თავისი ისტორია ჰქონდა, ზოგს შოტლანდიური, ზოგს კი ქართული. მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის ზედმეტადაც კი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩავატარებთ უფრო ხშირად მსგავს ღონისძიებებს, მით უფრო გაიგებს ხალხი არა მარტო ჩვენი ბრენდის შესახებ, არამედ სხვა ბრენდებისთვის და ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენ განვითარებაზე. წარსულში, მაგალითად 3-4 წლის წინ და მანამდეც ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ სხვაგან წავსულიყავით, თუნდაც იქნება ეს ბერლინი, BCB თუ ათენ ბარშოუ, იმისთვის რომ რამე ახალი გვენახა, მიგვეღო გამოცდილება და უფრო მეტი განვითარება ყოფილიყო ჩვენ სფეროში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ უკვე შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ აქეთ ხალხი ჩამოვიდეს ჩვენთან. მომხმარებელი უფრო დაკვალიფიცებულია, გავლილია ყველა საკითხი აქ მისმოდის და იცის ყველა სასმის შესახებ, რომ მე გავუმარტივებ მაღაზიაში შეძენა და ასევე სხვა ბაზარზე შეძენას. და ძალიან კარგი არის, შთაბეჭდილება ძალიან დიდი არის, მოხდენა ძალიან დიდი მოხდა და რა ვიცი, უკეთესი და უკეთესი მოლოდინი გვაქვს შემდეგ წლებში. ჯიმშერი არის პირველი ქართული ვისკი, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი ხანი რაც ვაწარმოებთ და აქტიურად ვყიდით როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ ექსპორტზე საკმაოდ დიდი რაოდენობით. თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 საზოგადოებისთვის მხოლოდ ალკოჰოლის ზეიმი კი არა, კულტურული და შემეცნებითი გამოცდილება გახდა. ადგილი, სადაც ტრადიციები, გემოები და ახალი აღმოჩენები შეერწყა ერთმანეთს. ფესტივალზე შეიკრიბნენ ადამიანები სხვადასხვა გამოცდილებით. ზოგისთვის ეს იყო პირველი შეხვედრა მსგავსი ტიპის ღონისძიებასთან, ხოლო სხვებისთვის პროფესიული ჩვევა და დარგის ყოველდღიურობის ნაწილი. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მოწვეულ სტუმრებსაც. ექსპერტები და ბრენდ ამბასადორები ავსტრიიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად აძლიერებდა ღონისძიების საერთაშორისო განზომილებას. ღონისძიებას მუსიკალური ნომრის გარეშე არ ჩაუვლია. ავსტრიიდან მოწვეულმა კილტის საზოგადოებამ მსმენელს ავთენტური შესრულებით დაუვიწყარი ატმოსფერო შეუქმნა. მინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ ავსტრიიდან კილტის საზოგადოება და ყოველმეებით ყოველთვის გვერდში უდგანან თბილისის ვისკის ფესტივალზე და სტუმრობენ. ასევე ესენი არიან გრაცის მესეს ავსტრიაში ფესტივალის ორგანიზატორები და მოხარულები ვარ დღევანდელი დღით და მინდა მადლობა გადაუხადო ამ ხალხს. ჩვენ გვიყვარს ვისკის ფესტივალი, ჩვენ გვიყვარს საქართველო. ფესტივალი მხოლოდ ალკოჰოლური სასმელებით არ შემოიფარგლა. აქ შეხვდებოდით ინოვაციურ დეველოპერულ პროექტებს, ელექტროავტომობილებს, აქსესუარების მაღაზიებს, ფოტოსტუდიებს, ჩირს, ნაყინს, შოკოლადს. როგორც ორგანიზატორები გვეუბნებიან, ფესტივალი არ წარმოადგენს მხოლოდ კულტურულ და ბიზნეს ინიციატივას. იგი პირდაპირ ეხმიანება ტურიზმის განვითარების სტრატეგიულ ამოცანებს. მათი თქმით, ღონისძიება მოიზიდავს როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ ვიზიტორებს, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას, საერთაშორისო იმიჯის გამტკიცებასა და ადგილობრივი ტურისტული ეკონომიკის გააქტიურებას. ეხლავე შემიძლია გითხრათ, რომ ფესტივალი შედგა, თბილისის ვისკის ფესტივალი 2025. ეს რაოდენობა ხალხის, რაც იყო მოსული სტუმრები, ჩვენ ნამდვილად
არ ველოდებოდით მიუხედავად იმისა, რომ წინა ფესტივალზე სექტემბერში 2024-ში იგივე სიტუაცია ჰქონდა და მესამე პავილიონმა ვერ დაიტია ხალხი. წელს ჩავატარეთ მე-4, მე-5, მე-6 პავილიონში და იგივე სიტუაცია გვაქვს. შემდეგი ფესტივალი ჩატარდება 6 მაისს ბათუმში. ბათუმის მერე თბილისის ფესტივალი 2026 წელს ჩატარდება როგორც წელს, ასევე მაისის მესამე შაბათ-კვირას. პირობა დადებულია. ვისკის ფესტივალი მომავალ წელსაც კვლავ გააერთიანებს ვისკის საზოგადოებას. ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ სასმელს, არამედ ისტორიებს, კულტურას და გემოვნებას უზიარებენ ერთმანეთს.